1996 წლის 7 სექტემბრის ღამეს ტუპაკ შაკური მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი იყო. ის მხოლოდ 25 წლის იყო, მაგრამ მილიონობით ადამიანი იცნობდა მის სახეს, ხმას და სიმღერებს. თუმცა იმ ღამის დასრულებამდე 4 ტყვია მოხვდა მის სხეულს. ლას-ვეგასის ერთ-ერთ გზაზე. და სროლიდან 6 დღის შემდეგ ტუპაკი გარდაიცვალა. რეპის ვარსკვლავი ტუპაკ შაკური გუშინ ღამით გარდაიცვალა. კაც შოუ ბიზნესში გატარებული ხან მოკლე ცხოვრების შემდეგ. ის 25 წლის იყო. რეპერი ტუპაკ შაკური გარდაიცვალა. მკვლელობა. თითქმის 300 წლეულის განმავლობაში მისი სიკვდილისთვის პასუხისგებელი პირი გამოცანად რჩებოდა. ბევრი ადამიანის სახელი ფიგურირებდა და უამრავი ამბავი გავრცელდა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? და რატო გაუკეთეს ეს მას? იმის გასაგებად, თუ როგორ გადაიზარდა ის ღამე ტრაგედიად, ჯერ უნდა დაუბრუნდეთ ტუპაკის ცხოვრებას და იმ არეულ სამყაროს, რომელშიც ის ცხოვრობდა. მისი ნამდვილი სახელი იყო ტუპაკ ამარო შაკური. ის დაასახელეს ერთ-ერთი ლიდერის სახელს, რომელიც 1700-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში ესპანეთის მმართველობას ებრძოდა. მისი დედისთვის ეს სახელი სიმბოლო იყო ადამიანის, რომელიც ჩაგურას ებრძვის. ტუპაკი დაიბადა ნიუ-იორკში 1971 წლის 16 ივნისს. მისი დედა აფენი შაკური იყო პოლიტიკური აქტივისტი და შავი პანტერების პარტიის ყოფილი წევრი. ეს ჯგუფი იბრძოდა შავკანიანი ამერიკელების უფლებებისა და დაცვისთვის, განსაკუთრებით რასიზმისა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. ამის გამო ტუპაკს ბავშვობიდანვე ჰქონდა შეხება სიღარიბის საკითხებთან, დისკრიმინაციისა და ადამიანების არათანაბარი მოპყრობის მიმართ. მისი ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. მათი ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და ხშირად უჭირდათ ფინანსურად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სახლში ცხოვრება არეული იყო, ტუპაკმა იპოვა გზა, რომ გამოეხატა თავისი გზნობები. მას უყვარდა ლექსების წერა. ასევე სწავლობდა მსახიობობას, ცეკვას და მუსიკას ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში. მას არამხოლოდ რეპის შესრულება შეეძლო, ტუპაკი კარგად თამაშობდა და სერიოზულად სწავლობდა სცელობდა სცენაზე გამოსვლას. ტუპაკისთვის წერა და მსახიობობა იყო გზა, რომ ეჩვენებინათ კივილები და პრობლემები, რომელთა თქმა ჩვეულებრივ საუბარში რთულია. როდესაც ის კალიფორნიაში გადავიდა, მან დაიწყო ჰიპ-ჰოპ სცენაში შესვლა. პირველად ის ცნობილი გახდა როგორც მოცეკვავე და ჯგუფ Digital Underground-ის თანაშემსრულებელი. შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა ჩაეწერა საკუთარი სიმღერა. 1991 წელს მან გამოუშვა თავისი პირველი ალბომი ტუპაკის სახელით. ეს სწრაფად მიიქცია ყურადღება, რადგან მისი სიმღერები არ ეხებოდა მხოლოდ ფულს, სვეულებებს ან პოპულარობას. ტუპაკი ასევე ყვებოდა მძიმე თემებზე, როგორიცაა ღარიბი თემების ცხოვრება, რასიზმი, პოლიციის ძალადობა, თინეიჯერების ორსულობა და ბავშვები, რომლებიც იზრდებიან საკმარისი მხარდაჭერის გარეშე. ზოგი ადამიანი აღფრთოვანებული იყო მისი პირდაპირობით, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, რომ მისი მუსიკის გზავნილი ძალიან გაბრაზებული და საშიში იყო. როდესაც მას უფრო მეტი ადამიანი უსმენდა, მან დაიწყო ფილმებში მონაწილეობაც. ის გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა ჯუსი, პოეტური სამართლიანობა და Above the Rim. ამ როლებმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ რეპერი არ იყო, მას შეეძლო სერიოზული მსახიობიც ყოფილიყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდში ტუპაკი უკვე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე საკამათო არტისტი იყო. მაგრამ მისი სიმღერების გზავნილი განსხვავდებოდა იმ რეალური ცხოვრებისგან, რაც მის გარშემო ხდებოდა. მის მუსიკაში ჩანს მგრძნობიარე შვილი, რომელსაც დედა უყვარს და ეცოდება ადამიანები, ვინც უყვართ. მის სხვა სიმღერებს ის აჩვენებს მამაც და აგრესიულ მამაკაცს, რომელიც მზადაა ბრძოლისთვის, როცა მისი სახელი უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა, პრობლემებიც მატულობდა. ტუპაკი რამდენიმე საქმეში, ჩხუბებსა და ძალადობრივ ინციდენტებში გაეხვა. ის ხშირად ჩნდებოდა სიახლეებში, არა მხოლოდ თავისი მუსიკის გამო, არამედ სამართლებრივ პრობლემებშიც. 1994 წლის ნოემბერში ტუპაკი მანჰეტენში, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ჩაწერის სტუდიაში მივიდა. სანამ სტუდიამდე მივიდიდოდა, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა გზა გადაუღობა. შენობის ლობიში ტუპაკი გაძარცვეს და რამდენჯერმე ესროლეს. ის გადარჩა და ამის შემდეგ შეიცვალა მისი დამოკიდებულება მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. ტუპაკი ფიქრობდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლებოდა რაიმე სცოდნოდათ ამ თავდასხმაზე, მას არ ჰქონდა მტკიცებულება თუ ვინ დაგეგმა ეს, მაგრამ მისი რისხვა და ეჭვი კიდევ უფრო გაღრმავდა. აქ კიდევ უფრო გამწვავდა დაპირისპირება მისსა და რეპერ კრისტოფერ უოლეს შორის, რომელიც უფრო ცნობილია როგორც Notorious B.I.G. ოდესღაც ისინი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ტუპაკმა დაიჯერა, რომ ბიგის ახლო გარემოცვაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლებოდა რამე სცოდნოდათ სროლის შესახებ. ბიგიმ და მისმა მეგობრებმა უარყვეს, რომ რაიმე კავშირი ჰქონდათ ამასთან. ამავდროულად კიდევ უფრო მძაფრდებოდა ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ სანაპიროსა და დასავლეთ სანაპიროს მეტოქეობა. აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრი ნიუ-იორკი იყო,
ხოლო დასავლეთ სანაპირო კალიფორნიაში იყო ძლიერ. ეს დაიწყო როგორც მუსიკალური და ჩანაწერების კომპანიებს შორის კონკურენცია, მაგრამ ყველაფერი უფრო პირადურში გადაიზარდა შეურაცხყოფების, სიმღერების, ინტერვიუებისა და ქუჩის ბანდებთან კავშირების გამო. ყველა რეპერი არ იყო ნამდვილი ბანდების ომის ნაწილი, მაგრამ როცა მედია და ჩანაწერების ლეიბლები აძლიერებდნენ დაპირისპირებას, სიტუაცია უფრო სახიფათო ხდებოდა. როცა ტუპაკი ციხეში იჯდა სექსუალური ძალადობის საქმეზე მსჯავრდებული შემდეგ, Suge Knight-მა მას დახმარება შესთავაზა. ის Death Row Records-ის ბოსი იყო. ხოლო Death Row Records-ი დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩამწერი ლეიბლი იყო. Death Row Records-მა ტუპაკს ციხიდან გამოსვლაში დაეხმარა, სანამ ის თავის საქმეს ასაჩივრებდა. ამის სანაცვლოდ ტუპაკმა კომპანიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როცა ის 1995 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა, ის მაშინვე სტუდიაში დაბრუნდა. მან სწრაფადვე ბევრი სიმღერა შექმნა. 1996 წლის თებერვალში გამოიცა ორმაგი ალბომი All Eyes on Me. ეს დიდი წარმატება იყო და კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა, თუმცა წარმატებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდა მისი დაპირისპირება სხვა რეპერებთან. მან შექმნა სიმღერები, რომლებიც პირდაპირ უტევდა მის მტრებს. ინტერვიუებსა და საჯარო გამოჩენებში ის ხშირად იყო გაბრაზებული და პროვოკაციული. ამ ყველაფრის უკან ის კვლავ წერდა ცხოვრებაზე, სიკვდილზე, ოჯახზე, შიშზე და იმედზე, რომ ერთხელ გაექცეოდა პრობლემებს. თითქოს ორი ტუპაკი ერთდროულად ცხოვრობდა. ერთი იყო პოეტი და მსახიობი, რომელსაც სურდა აეხსნა იმ ადამიანების ტკივილი, ვისაც საზოგადოება ყურადღებას არ აქცევდა. მეორე კი იყო საჯარო ფიგურა, რომელიც მუდამ კონფლიქტებში ეხვეოდა. გაბრაზება, ბიზნესი და ადამიანები, რომლებსაც ქუჩის ბანდებთან ჰქონდათ კავშირი. 1996 წლის სექტემბერში, როდესაც ტუპაკი კარიერის პიკზე იყო, მისი ალბომი ძალიან კარგად იყიდებოდა, ის ბევრ სიმღერასა და ფილმზე მუშაობდა. ასევე გეგმავდა საკუთარი ჩანაწერების კომპანიის შექმნას და თავისი ცხოვრების მიმართულების უფრო მეტად კონტროლს. მაგრამ 7 სექტემბერს ის გაემგზავრა ლას-ვეგასში Suge Knight-თან და Death Row Records-ის სხვა წევრებთან ერთად. მათი მთავარი მიზანი იყო Mike Tyson-ისა და Bruce Seldon-ის ბრძოლისთვის MGM Grand-ში ეყურებინათ. Mike Tyson-ი ტუპაკის მეგობარი იყო, ამიტომ როდესაც Tyson-მა სწრაფად მოიგო პირველი რაუნდი, ტუპაკის ჯგუფი კახარებული და ხმაურიანი გახდა. დაახლოებით საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე MGM Grand Garden Arena სავსე იყო 16,000-ზე მეტი მაყურებლით. იქ იყვნენ სპორტსმენებიც, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ცნობილი პიროვნებები. ბევრი ელოდა, რომ მძიმე ზონაში ჩემპიონატის ბრძოლა გრძელი და დაძაბული იქნებოდა. მაგრამ მხოლოდ 1 წუთისა და რამდენიმე წამის შემდეგ, რაც პირველი რაუნდი დაიწყო, ბრძოლა შეჩერდა და ტაისონი გამარჯვებულად გამოცხადდა. რადგან ბოქსის მატჩი ძალიან ადრე დასრულდა, ათასობით ადამიანი ერთდროულად გამოვიდა არენიდან. მათ შორის, ვინც კაზინოს ლობისკენ მიდიოდა, იყვნენ ტუპაკი და Suge Knight. მათი ჯგუფი უნდა წასულიყო კლუბ 662-ში, ღამის კლუბში, რომელიც Suge Knight-თან იყო დაკავშირებული. ტუპაკი იქ უნდა გამოსულიყო როგორც after party-ის ნაწილი, მაგრამ სანამ ისინი MGM Grand-დან გავიდოდნენ, მათგან ერთ-ერთმა შენიშნა მამაკაცი. მისი სახელი იყო ორლანდო ანდერსონი. ის იყო Southside Compton Crips-ის წევრი, კალიფორნიიდან წარმოშობილი ქუჩის ბანდის. ჯგუფმა ისიცნო წინა ინციდენტის გამო, სადაც ამბობდნენ, რომ ის მონაწილეობდა კელსაბამი წართმევაში ერთ-ერთი იმ ადამიანისგან, რომელიც დაკავშირებული იყო Death Row Records-თან. როცა ორლანდო ანდერსონი მიუთითეს ტუპაკს, რეპერი სწრაფად მიუახლოვდა მას და ტუპაკმა დაარტყა ანდერსონს. ტუპაკის რამდენიმე მეგობარიც ჩაერთო ძალადობაში, კაზინოს უსაფრთხოების კამერა მთელი შემთხვევა დააფიქსირა. 1 წუთზე ნაკლებ დროში MGM-ის უსაფრთხოების თანამშრომლები მივიდნენ და მამაკაცები დააშორეს ერთმანეთს. იმ მომენტში არავინ დაუკავებიათ. იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს ნახა, ეს შეიძლება უბრალოდ სწრაფი ჩხუბი ყოფილიყო ხმაურიანი კრივის ღონისძიების შემდეგ. მაგრამ ლობის ჩხუბი გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ტუპაკის სიკვდილის გამოძიებაში. MGM Grand-დან გამოსვლის შემდეგ ტუპაკი ჩაჯდა შაუ BMW-ში, რომელსაც Suge Knight-ი მართავდა. მათ უკან მიყვებოდა სხვა მანქანები Death Row-ს გარემოცვიდან. ისინი ღამის კლუბისკენ მიდიოდნენ. ჯგუფი ისევ მხიარ უგანწყობაზე იყო. მუსიკა ხმამაღლა უკრავდა, BMW-ს ფანჯარა ღია იყო. ბევრი ადამიანი ხედავდა ტუპაკს, როცა მანქანა ლას-ვეგასის სტრიპზე გადიოდა. ჯერ 3 საათიც არ იყო გასული, მას შემდეგ, რაც Mike Tyson-ის ბრძოლა დასრულდა. ტუპაკს არ იცოდა, რომ ქალაქში თეთრი კადილაკიც მოძრაობდა. და შუა ღამემდე ცოტა ხნით ადრე ორი მანქანა შეხვდება ერთმანეთს Flamingo Road-ზე, ერთ-ერთ ჯვარედინზე. იქ სადაც ჰიპ-ჰოპის ისტორია სამუდამოდ შეიცვლება. სანამ Flamingo-ს გზისა და კოვალის შესახვევამდე მივიდოდნენ, პოლიციამ დროებით გააჩერა ტუპაკისა და Suge Knight-ის მანქანა. მანქანაში მუსიკა ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული და უკანა სანომრე ნიშანი არ ჩანდა. Suge-მა აუხსნა, რომ სანომრე ნიშანი მანქანის ბარგაში იყო. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ეს ნახა, მათ მანქანის გაშვების უფლება მისცეს ჯარიმის
პატრულის გარეშე. რამდენიმე წუთში BMW გაჩერდა წითელ შუქნიშანზე ფლამინგოს გზაზე. ადგილი გადატვირთული იყო, რადგან შაბათის ღამე იყო და ბევრი ადამიანი მოდიოდა კაზინოებიდან, სასტუმროებიდან და კრივის მატჩიდან. ძღოლის სავარძელში სუგი ნაითი იჯდა. მის გვერდით წინა სავარძელში ტუპაკი იყო. მათი მანქანის ფანჯრები ღია იყო და მუსიკა ხმამაღლა უკრავდა. დეომეს გარშემო Death Row Records-ის მანქანები იდგა, მაგრამ Convoy ერთმანეთთან ახლოს არ იყო. თითოეულ მანქანას შორის მანძილი იყო საცობის გამო. დაახლოებით 11-15 საათზე თეთრი კადილაკი მიუახლოვდა BMW-ს მარჯვენა მხარეს. იქ სადაც ტუპაკი იჯდა, კადილაკის ფანჯარა უცებ გაიყო. მათ მანქანაზე რამდენიმე გასროლა განხორციელდა, 10-ზე მეტი ტყვია ისროლეს, სულ რამდენიმე წამი წამში. ტუპაკს 4-ჯერ მოხვდა ტყვია. 2 ტყვია მას გუმკერტში მოხვდა. ასევე დაიჭრა მკლავში და ბარძახში. სუგი ნაითმაც მიიღო თავის ტრავმა ტყვიისა და მინის ნამსხვრევებისგან. სროლის შემდეგ თეთრი კადილაკი სწრაფად გაეცალა ადგილს. სუგი ნაითი მაშინვე არ ჩამოსულა BMW-დან. თავის სიჭრილობებისა და დანგრეული BMW-ს მიუხედავად, მან მანქანა სწრაფად გაიყვანა გზაჯვარე დინიდან. სადა ტუპაკი საავადმყოფოში მieყვანა, მაგრამ BMW გამართულად ვეღარ მოძრაობდა. საბურავები გახურეტილი იყო და მანქანის მრავალი ნაწილი ტყვიებმა დააზიანა. BMW-მ ვერც შორს წასვლა მოასწრო, სანამ პოლიცია არ შენიშნა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მიუახლოვდა, იყო ველოსიპედიანი პატრულის ოფიცერი კრის კეროლი. მან დაინახა, რომ ტუპაკი სისხლში იყო და თითქმის ვერ მოძრაობდა მგზავრის სავარძელზე. პოლიციელებმა კარი გახსნეს, ფრთხილად გამოიყვანეს ტუპაკი მანქანიდან. გზაზე დააწვინეს, სანამ სასტრაფო დახმარებას ელოდებოდნენ. ოფიცერმა კეროლმა სადა ტუპაკისთვის ეკითხა, ვინ ესროლა მას, მაგრამ რეპერი უკვე სუსტად იყო და სუნთქვა უჭირდა. ცოტა ხანში პარამედიკოსებიც მივიდნენ. ტუპაკი სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ლას-ვეგასის მთავარი ტრავმატოლოგიური საავადმყოფო. ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მუშაობენ ექიმები და არის აღჭურვილობა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მძიმე დაზიანებები აქვთ ავარიის ან ძალადობის შედეგად. ტუპაკის სხეულმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთმა ტყვიამ მას გუმკერტში შეაღწია და მარჯვენა ფილტვს მოხვდა. მას ასევე ჰქონდა ძლიერი შიდა სისხლდენა, ანუ სხეულის შიგნით სისხლდენა. ტუპაკს სასტრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, რათა შეეჩერებინათ სისხლდენა და შეეკეთებინათ სხეულის დაზიანებული ნაწილები. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მას მარჯვენა ფილტვი ამოაჭრეს. ის გადაიყვანეს რეანიმაციაში და დააერთეს სიცოცხლის მხარდამჭერმჭერ აპარატზე. ეს აპარატი ეხმარება პაციენტს სუნთქვაში და სიცოცხლის შენარჩუნებაში, სანამ ორგანიზმი ცდილობს გამოჯამრთელებას. ამასობაში სუჯ ნაითსაც გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მისი ჭრილობა მძიმე არ იყო და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. სროლის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა, რეპორტიორები და ფანები საავადმყოფოს გარეთ შეიკრიბნენ. ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ტუპაკი თავის ჭრილობებს გადაურჩებოდა, მით უმეტეს, რომ მან უკვე გადაიტანა პირველი სროლა ნიუ-იორკში, მაგრამ ამჯერად მისი დაზიანებები უფრო მძიმე იყო. ტუპაკი სიცოცხლისთვის იბრძოდა. ლას-ვეგასის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, გაუძიებლებმა BMW შეამოწმეს. მათ ესაუბნენ მოწმეებს და ესკორტის წევრებს, ასევე ეძებდნენ თეთრ კადილაკს, რომელიც თავდასხმაში გამოიყენეს. აშკარა იყო, რომ სროლის მეთოდი დაგეგმილი იყო. კადილაკი მიუახლოვდა მანქანის მგზავრის მხარეს, სადაც ტუპაკი იჯდა. ერთ-ერთმა პირმა სწრაფად გაისროლა, შემდეგ კი მანქანა გაიქცა. თუმცა მსროლელის სახის ნათელი კადრი არ არსებობდა. იმ ღამეს არც ერთი ეჭმიტანილი არ დაუკავებიათ. ეს გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. გრანჩი მომხდარი ჩხუბი, რომელიც სროლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, პროკურორების საქმის მიხედვით, მრავალი წლის შემდეგ, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა შურის ძიება ყოფილიყო. ორლანდო ანდერსონი, კაცს, რომელსაც ტუპაკმა დაარტყა კაზინოში, დუეინ კეპიდი დევისის დიშვილია, რომელიც იმ დროს სამხრეთ კომპტონის კრიპსების ცნობილი წევრი იყო. პოლიციამ ეჭვი ორლანდო ანდერსონზე მიიტანა, თუმცა მან უარყო, რომ რაიმე კავშირი ჰქონდა მკვლელობასთან. ტუპაკის საქმეზე მას ბრალი არ წაუყენეს და 1988 წელს ის ცალკე ბანდურ სროლაში დაიღუპა. ასევე მაშინვე ვერ დაადგინეს ვინის სროლა კადილაკიდან, სანამ პოლიციას ნათელი პასუხი არ ჰქონდა, სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. ზოგი ამ სროლას აღმოსავლეთ სანაპიროსა და დასავლეთ სანაპიროს დაპირისპირებას უკავშირებდა. ზოგი ეჭვს მუსიკალურ კომპანიებზე აკენებდა, ქუჩის ბანდებზე და ტუპაკის ყოფილმტრებზე, თუმცა ბევრი ცნობილი თეორია საკმარისი მტკიცებულების გარეშე იყო. საავადმყოფოში ტუპაკს ამდენჯერმე ჩაუტარდა ოპერაცია. მისი დაძინება საჭირო გახდა. წამლების გამოყენებით მისი მძიმე მდგომარეობის გამო პირველ დღეებში იმედი იყო, რომ გადარჩებოდა. ტუპაკი ახალგაზრდა იყო და ძლიერი სხეული ჰქონდა, მაგრამ შინაგანი სისხლდენა გრძელდებოდა და გული და ფილტვები უჭირდა. 1986 წლის 13 სექტემბრის შუა დღეს მისმა ორგანიზმმა საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. ტუპაკ შაკური 25 წლის ასაკში
გარდაიცვალა. მისი ოფიციალური გარდაცვალების მიზეზი იყო სუნთქვის უკმარისობა და გულისა და ფილტვების გაჩერება, რომელიც მრავალი ტყუის ჭრილობის შედეგად განვითარდა. ეს ნიშნავს, რომ მისი ფილტვები და გული ვეღარ უზრუნველყოფდნენ სხეულის ფუნქციონირებას მძიმე დაზიანებების გამო. ხიარულ კრივის ღონისძიებასა და თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკალური ვარსკვლავის გარდაცვალებას შორის მხოლოდ 6 დღე გავიდა. მაგრამ ტრაგედია საავადმყოფოში არ დასრულებულა. დარჩა გამოძიება, სადაც ეჭმიტანილი არ დაუკავებიათ. მოწმეებს განსხვავებული ისტორიები ჰქონდათ და ერთი კითხვა, რომელიც გაუმძიებლებს მრავალი წლის განმავლობაში არ ასვენებდათ, ვინ გასცა ბრძანება და ვინ გაისოლა ტყვიები, რომლებმაც ტუპაკ შაკური მოკლა. ტუპაკის გარდაცვალების შემდეგ ლას-ვეგასის პოლიციას დარჩა უკიდურესად რთული საქმე. იმ ღამით მასთან ერთად ბევრი ადამიანი იყო. ასევე BMW-ის გარშემო ბევრი მანქანა იდგა. მაგრამ ძალიან ცოტა მისცა გაუმძიებლებს ნათელი და სრულყოფილი ინფორმაცია. ზოგიერთი შესაძლო მოწმე საუბრისაც კი შიშობს, რადგან ინციდენტი ქუჩის ბანდებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გამოძიება სწრაფად გაცივდა. ერთ-ერთი ადამიანი, ვიზეც ამბობდნენ, რომ შეიძლება იყოს გარეული, სინამდვილეში ნახეს იაფეუ ფულა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც იაკი კადაფი. ის იყო ჯგუფ Outlaws-ის წევრი და ტუპაკის ახლო მეგობარი. ზოგიერთი ანგარიშის მიხედვით, კადაფიმ თქვა, რომ დაინახა ადამიანები, რომლებიც კადილაკში ისხდნენ და შესაძლოა ცხოლიც ამოეცნო. თუმცა დეტექტივებმა მასთან დროულად ვერ შეძლეს სრულფასოვანი ინტერვიუს ჩატარება. ტუპაკის გარდაცვალებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ კადაფიც მოკლეს ნიუ-ჯერსიში. ხელისუფლების თქმით, ის შემთხვევით ესროლა ერთმა ნაცნობმა, რადგან ის გარდაიცვალა მანამ, სანამ მომხდარის შესახებ დეტალურ ჩვენებას მისცემდა, გამოძიებას დააკლდა ერთი შესაძლო მნიშვნელოვანი მოწმის დეტალური განცხადება. ამასთან ერთად პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ Death Row Records-თან. იყო მოწმეები, რომლებმაც არასრული ან ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიები მიაწოდეს. სხვებს კი ჩარევა არ სურდათ, რადგან ეშინოდათ, რომ ბანდების შურისძიებაში გაეხვეოდნენ. რადგანაც არავინ დააკავეს და უყოვნებლივ სხვადასხვა თეორიები გავრცელდა. ზოგი ეჭვობდა, რომ თავად სუგი ნაითმა დაგეგმა ტუპაკის მკვლელობა. ამ თეორიას იმ დროს მხარს უჭერდა ლოს-ანჯელესის ყოფილი პოლიციის დეტექტივი რასელ პული. თეორიის მიხედვით, დიდი თანხა იყო, რომელიც Death Row Records ტუპაკისთვის უნდა გადაეხადა. ასევე იყო ცნობები, რომ ტუპაკი გეგმავდა კომპანიის დატოვებას და საკუთარი მუსიკის უფრო დიდ კონტროლს. 1997 წელს ტუპაკის დედამ, აფენი შაკურმა, სარჩელი შეიტანა Death Row Records-ის წინააღმდეგ. მან კომპანია დაადანაშაულა მისი შვილის შემოსავლის არასწორად მართვაში. შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ სუგი ნაითმა უბრძანა სროლა. ტუპაკის გვერდით სუგი იჯდა, როცა BMW-ზე ტყვიების წვიმა წამოვიდა. სუგიც დაიჭრა და ის შეიძლება მოკლულიყო. ამის გამო ბევრი გაუმძიებელი და იქ-ყოფი ადამიანი არ დაიჯერეს, რომ მან საკუთარი თავი შეგნებულად ჩააყენა თავდასხმის ეპიცენტრში. გამოძიების მთავარი ფოკუსი გახდა MGM Grand-ში მომხდარი ჩხუბი. მას შემდეგ რაც ორლანდო ანდერსონი სცემეს, უკვე აშკარა იყო შურისძიების შესაძლო მოტივი. ანდერსონი დაკავშირებული იყო Southside Compton Crips-თან, ხოლო მობ პირუბლაცის წევრები ახლოს იყვნენ Death Row Records-თან. ეს ორი ჯგუფი კონკურენტი ქუჩის ბანდებია კომპტონში, კალიფორნიაში. იმ ღამის წინაც უკვე არსებობდა დაპირისპირებები, დრებები და შურისძიებები მათ წევრებს შორის. პროკურორების განმარტებით, ეს უბრალოდ რეპერების უბრალო კონფლიქტი არ ყოფილა. მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული პირადი დაპირისპირება შეერია დიდი ხნის ბანდურ კონფლიქტს. ორლანდო ანდერსონი გახდა პირველი მთავარი ეჭვმიტანილი ბევრი გამომძიებლისთვის. თუმცა მან უარყო, რომ კადილაკში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ტუპაკის სიკვდილთან კავშირი არ. ასევე გაჩნდა თეორია, რომ საქმეში ჩართული იყო კრისტოფერ უოლესი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც The Notorious B.I.G. ბიგი და ტუპაკი ადრე მეგობრები იყვნენ, თუმცა 1994 წელს ნიუ-იორკში ტუპაკზე თავდასხმის შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა. კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან მათ ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფელი სიმღერები გამოუშვეს. ჟურნალისტ ჩაკ ფილიპსის გამოძიება მაჩვენა, რომ შესაძლოა ბიგი კრიპსის წევრებს ფული შესთავაზა ტუპაკის მოსაკლავად. ბიგისთან დაახლოებულმა პირებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდება. ასევე არსებობს ანგარიშები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიგი ნიუ-იორკში იმყოფებოდა ლას-ვეგასში სროლის ღამეს. მას ბრალი არ წაუყენეს და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მის მონაწილეობას ტუპაკის სიკვდილში ადასტურებს. ტუპაკის მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ ბიგიც მოკლეს ლოს-ანჯელესში. 1997 წლის 9 მარტს, გამთენიისას,
ის წვეულებიდან წავიდა, როდესაც მის მანქანას შუქნიშანთან ესროლეს. ბიგი მხოლოდ 24 წლის იყო. რადგან ორივე მკვლელობა დროითაც ახლოს მოხდა და მეთოდიც გავდა ერთმანეთს, ბევრი ფიქრობს, რომ ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს. მაგრამ ბიგის საქმეც დაუსჯელი დარჩა. კიდევ ერთი სახელი, რომელიც ხშირად ჩნდება ტუპაკის სიკვდილთან დაკავშირებულ ამბებში, არის შონ კომპსი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Puff Daddy და მოგვიანებით დიდი. კომპსი იყო Bad Boy Records-ის დამფუძნებელი. ეს ბიგის ლეიბლია. რადგან მისი კომპანია Death Row Records-ის კონკურენტი იყო, ზოგი მას ადანაშაულებდა იმაში, რომ თითქოს ფული შესთავაზა ტუპაკისა და Suge Knight-ის მკვლელობისთვის. ეს ბრალდება ძირითადად Dwayne Cappy და Davis-ის განცხადებებიდან მოდის. სამხრეთ კომპტონის Scripps-ის ყოფილი წევრი და ორლანდო ანდერსონის ბიძა. კომპსმა უარყო ტუპაკის მკვლელობასთან რაიმე კავშირი, ასევე მას ბრალიც არ წაუყენეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა ისტორიები Suge Knight-ზე. ბიგი და კომპსი ხშირად იყვნენ მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამ თეორიებიდან არც ერთი არ დასრულებულა სასამართლო საქმით. ყველაზე დიდი ცვლილება გამოძიებაში თავად კეპიდესგან მოვიდა. სროლის ღამეს კეპიდემ თქვა, რომ ის თეთრ კადილაკში იჯდა სამ მამაკაცთან ერთად. მათ შორის იყო მისი დისშვილი ორლანდო ანდერსონი. 2008 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში კეპიდემ დეტალური ამბავი მოუხვა გაუმძიებლებს. ინტერვიუ ჩატარდა როგორც ცალკე გამოძიების ნაწილი ტუპაკისა და ბიგის მკვლელობებზე. კეპიდის განცხადებების მიხედვით, მათი ჯგუფი ტუპაკსა და სუჯს ეძებდა MGM Grand-ში ჩხუბის შემდეგ. მან ასევე თქვა, რომ კადილაკში იარაღი ჰქონდათ და ის უკანა სავარძელზე მჯდომებს გადასცა. მან ყოველთვის ნათლად არ თქვა, ვინ ისროლა. სხვადასხვა დროს მან ორლანდო ანდერსონის სახელი ახსენა. თუმცა არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც კადილაკში მყოფ კიდევ ერთ მამაკაცზე მიუთითებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნევადის კანონმდებლობის მიხედვით მკვლელობაში ბრალდებისთვის აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი თავად ისროდეს. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ ადამიანსაც, ვინც დაგეგმარებაში დაეხმარა, იარაღი მიაწოდა ან თავდასხმას ხელმძღვანელობდა. კეპი დადის ნათქვამიდან ზოგიერთი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. თუმცა მოგვიანებით მან დაიწყო მოყოლა დოკუმენტურ ფილმებში და ონლაინ პროგრამებში. 2019 წელს. მან გამოსცა მემუარები სახელწოდებით Compton Street Legend. წიგნში მან აღწერა თავისი ყოფნა კადილაკში და ის მოვლენები, რომლებმაც სროლამდე მიიყვანა. ამ საჯარო განცხადებებმა ახალი სიცოცხლე შესძინა გაუხსნელ საქმეს. გაუხსნელი საქმე არის საქმე, რომელსაც დიდი ხანია არ აქვს საკმარისი კვალი, რომ წინ წაიწიოს. ის შეიძლება ხელახლა გაიხსნას, თუ გამოჩნდება ახალი მოწმე, ახალი მტკიცებულება ან განცხადება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სასამართლოში. 2023 წლის ივლისში ლას-ვეგასის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა ერთ სახლში, ენდერსონში, ნევადაში, რომელიც კეპედის ცოლთან იყო დაკავშირებული. გაუმძიებლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, ფოტოები, დოკუმენტები და სხვა ნივთები, რომლებიც მათ შეეძლოთ შეესწავლათ. 2 თვის შემდეგ კეპედი დააკავეს. 2023 წლის 29 სექტემბერს პროკურორებმა გამოაცხადეს, რომ მას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ტუპაკ შაკურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის არის პირველი ადამიანი, რომელსაც ამ საქმეზე ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება. ბრალდების მხარის თქმით, კეპედი იყო ის, ვინც ტუპაკისა და სუჯის ძებნას ხელმძღვანელობდა, ორლანდო ანდერსონის ცემისთვის შურისძიების მიზნით. პროკურორების თქმით, მან გადასცა იარაღი, რომელიც თავდასხმაში გამოიყენეს. კეპედიმ თავი უდანაშაულოდ ცნო. მისი დაცვის მხარის თქმით, მან გააზვია და ან შეცვალა ამბები, რათა ფული ეშოვა ინტერვიუებიდან და თავისი წიგნიდან. მისი ადვოკატებიც ამბობენ, რომ პოლიციაში გაკეთებული ზოგიერთი განცხადება მან გააკეთა შეთანხმების საფუძველზე, რომ ისინი მის წინააღმდეგ არ იქნებოდა გამოყენებული. პროკურორებმა კი განაცხადეს, რომ ეს დაცვა გაუქმდა მას შემდეგ, რაც მან იგივე ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა. 2026 წელს მოსამართლემ დაუშვა, რომ სასამართლო პროცესზე გამოყენებულიყო კეპედეს მემუარები და მისი პოლიციასთან 2008 წელს ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერი. ეს ორი წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარსადგენ ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. მისი სასამართლო პროცესი დაგეგმილია 2026 წლის 10 აგვისტოსთვის. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა შეეცდება დაამტკიცოს, რომ კეპედემ დაგეგმა და დაეხმარა თავდასხმაში. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ დგინდება, ვინ გამოკრა სასკლეთს. თავის მხრივ დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არ არსებობს ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც მას პირდაპირ დააკავშირებს იარაღთან ან კადილაკთან და რომ არ შეიძლება ენდო ისტორიებს, რომლებიც ამდენჯერმე შეიცვალა. თითქმის 30 წელი გავიდა სროლის შემდეგ. საქმე აღარ ეკრნობა მხოლოდ ძველ ჭორებსა და თეორიებს.
პირველად, ნაფიც მსაჯულთა კოლეგია მოისმენს მტკიცებულებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რაც თავად KPD-მ თქვა. ეს არის აღიარება ნამდვილი დანაშაულის შესახებ, თუ უბრალოდ ისტორიები, რომლებიც შეიქმნა იმისთვის, რომ ფული ეშოვათ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ მკვლელობას. როდესაც გამოძიება ღრმავდებოდა, ზოგიერთმა ასევე შენიშნა უჩვეულო უსაფრთხოების ზომები იმ ღამეს, როდესაც ტუპაკი ესროლეს. Death Row Records-ის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ბოქსის მატჩამდე უსაფრთხოების შეხვედრა გაიმართა. როგორც ამბობენ, ბოდიგარდებს უთხრეს, რომ არ წაეღოთ იარაღი ღამის კლუბში, სადაც ისინი მატჩის შემდეგ წავიდოდნენ. მათ შეეძლოთ იარაღი დაეტოვებინათ სასტუმროში ან თავიანთ მანქანებში. იმ დროს Reggie Wright Jr. ხელმძღვანელობდა Death Row Records-ის უსაფრთხოების გუნდს. ის ადრე კომპტონის პოლიციის ოფიცერი იყო, ამიტომ კარგად იცნობდა პოლიციის საქმიანობას და პირად დაცვას. რადგან ტუპაკი ცნობილი იყო და ბევრი მტერი ჰყავდა, ზოგიერთმა იკითხა, რატომ არ იყო მისი დაცვა უფრო მკაცრი. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც MGM Grant-ში ჩხუბი მოხდა. ასეთ სიტუაციაში შეიძლებოდა უსაფრთხოების გაძლიერება და ტუპაკის დაუყოვნებლივ მოშორება იმ ადამიანებისგან, ვინც შესაძლოა შური ეძია. ზოგი ეჭვობდა, რომ შესაძლოა Death Row Records-ის ახლო წრიდან ვინმეს ჯგუფის მოძრაობებზე ინფორმაცია ჰქონდა. მათმა თანამგზავრებმა იცოდნენ, სად მიდიოდნენ, რა მანქანას გამოიყენებდნენ და სად იჯდა ტუპაკი. თუმცა ეს კითხვების შეთქმულების მტკიცებულებად არ გამხდარა. Reggie Wright უმცროსმა ეს უარყო. ნებისმიერი კავშირი მკვლელობასთან. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ან მისი დაცვის ჯგუფი დაეხმარა თავდამსხმელებს. მომხდარზე უფრო მარტივი ახსნაც არსებობს. ბოქსის მატჩის შემდეგ მანქანები ერთმანეთს დაშორდა ხალხისა და საცობის გამო. ტუპაკისა და Suge Knight-ის BMW ადულად შესამჩნევი იყო. ფანჯრები ღია იყო, მუსიკა ხმამაღლა უკრავდა და ხალხი ტუპაკს ცნობდა, როცა ისინი ლას-ვეგასის სტრიპზე გადიოდნენ. თავდამსხმელებს არც საიდუმლო ინფორმაცია დასჭირდებოდათ, თუ BMW-ს სასტუმროდან მიხვებოდნენ. ან იქნებ გზაზე დაინახეს, დროთა განმავლობაში თეორიები კიდევ უფრო გამრავდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არავინ დაუდანაშაულებიათ. მაგრამ თითქმის ყველა, ვინც ეჭმიტანილად ითვლებოდა და ვინც როგორც ამბობენ თეთრ კადილაკში იჯდა, უკეთ გარდაცვლილია. ასევე არ აღმოუჩენიათ იარაღი, რომელიც დანაშაულში ნამდვილად გამოიყენეს. ამის გამო, მხოლოდ ფიზიკური მტკიცებულებებით ძალიან რთულია მთელი შემთხვევის აღდგენა. პროკურატურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება კეფი დაც წინააღმდეგ მისი საკუთარი სიტყვებია. ინტერვიუებსა და თავის წიგნში მან აღიარა, რომ კადილაკში იჯდა, როცა ტუპაკს ესროლეს. მან ასევე მოყვა თუ როგორ ეძებდა, როგორც თავად ამბობდა, მათი ჯგუფი ტუპაკსა და Suge Knight-ს MGM Grant-ში ჩხუბის შემდეგ. მაგრამ სასამართლოში მხოლოდ ცნობილი ან დამაჯერებელი ამბავი საკმარისი არ არის. პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ კეფი დადამ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა გეგმის შედგენასა და განხორციელებაში. დაცვამ უნდა აჩვენოს, რატომ არ უნდა დაიჯეროს ან გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ მისი წარსული განცხადებები. კითხვა მხოლოდ ის არ არის, თავად ის ესროდა თუ არა. ნევადის კანონმდებლობით პირს, რომელმაც განზრახ დაეხმარა თავდასხმაში, შეიძლება მკვლელობისთვის აგებინოს პასუხი. თუნდაც სხვა ადამიანმა გამოხრა სასახლეც. ამის გამო თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად ტუპაკის სიკვდილი რეალურად განიხილება სისხლის სამართლის სასამართლოში. კეფი დი რჩება უდანაშაულოდ, სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს. სასამართლო პროცესი დაგეგმილია დაიწყოს 2026 წლის 10 აგვისტოს. რამდენიმე დღეში ამ დოკუმენტური ფილმის ამ ნაწილის შემდეგ. რაც არ უნდა იყოს შედეგი, სასამართლო პროცესი ავტომატურად არ გასცემს პასუხს ყველა კითხვაზე. ჟიურიმ შეიძლება გადაწყვიტოს, აქვს თუ არა კეფი დის სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. თუმცა შეიძლება კვლავ გაურკვეველი დარჩეს, ვინ ისროლა ზუსტად, კიდევ ვინ მონაწილეობდა გეგმაში და რომელი მრავალი გავრცელებული ამბიდან არის სიმართლე. სანამ ტუპაკის ოჯახი პასუხს ელოდება, მისი დატოვებული გავლენა განაგრძობს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური კარიერა მოკლე იყო, მან ძალიან ბევრი სიმღერა შექმნა. მისგან დარჩენილი ჩანაწერები და ალბომები კვლავ გამოდის. მთელ მსოფლიოში მისი გაყიდული ჩანაწერების რაოდენობამ 75 მილიონს გადააჭარბა. მაგრამ მხოლოდ გაყიდული ალბომების რაოდენობა არ არის მიზეზი, რატომაც ტუპაკი ბრემდე მნიშვნელოვანია. მან პირდაპირ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ბავშვობაში დაინახა. სიღარიბე, რასიზმი, პოლიციის ძალადობა, დანგრეული ოჯახი და შესაძლებლობების ნაკლებობა. მას ჰქონდა სიმღერები, რომლებიც სიბრაზითა და პროტესტით იყო სავსე. ასევე ჰქონდა სიმღერები, რომლებიც დედების, იცდედების, ახალგაზრდებისა და გაჭირვებული თემების მიმართ მზრუნველობას გამოხატავდა. მას ერთ კონკრეტულ ჩარტში ვერ ჩასვა. ის შეიძლება იყოს მშვიდი და ღრმა ინტერვიუში, შემდეგ კი აგრესიული თავის შემდეგ სიმღერაში.
ის ძალადობის წინააღმდეგ ლაპარაკობს, მაგრამ თავადაც აღმოჩნდა ჩხუბებში, რომლებმაც საფრთხესთან დაახლოვა. მისი პიროვნების წინააღმდეგობრივი მხარეები სწორედ ის მიზეზია, რის გამოც მას კვლავ სწავლობენ და განიხილავენ. 2017 წელს ტუპაკი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, იმავე წელს, როცა პირველად შეეძლო არჩევა. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, ვინც დაეხმარა ჰიპ-ჰოპის აღიარებას, როგორც თანამედროვე მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. მისი გავლენა ასევე ჩანს იმ რეპერებში, რომლებიც მას შემდეგ გამოჩნდნენ. ბევრმა არტისტმა დამოიყენა პირადი ისტორიები, პოლიტიკური საკითხები და საკუთარი საზოგადოების პრობლემები თავიანთი მუსიკის მთავარ თემად. თუმცა მის ცხოვრებაში უფრო სამწუხარო დაკვეთილიც იყო. ტუპაკის ცხოვრების ბოლო პერიოდში ერთმანეთს შეერწყა მუსიკალური მეტოქეობა, ბიზნესი, ირადიმტრობა და ქუჩის ბანდების კონფლიქტი. შეურაცხყოფები, რომლებიც სიმღერებსა და ინტერვიუებში დაიწყო, გასართობ სფეროს აღარ შემოიფარგო. ისინი რეალურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც იარაღი და შურისძიება იყო ჩართული. ერთ წუთზე ნაკლებად გაგრძელებულმა ჩხუბმა შეიძლება საფუძველი ჩაუყარა თავდასხმას, რომელმაც რამდენიმე საათში მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი არასწორი გადაწყვეტილება ხსნის ტუპაკის გარდაცვალებას. საფრთხე დიდი ხანია მის გარშემო ყალიბდებოდა. ბევრი ადამიანი დაპირისპირებებმა და გადაწყვეტილებებმა იმ ღამეს ტრაგედიამდე მიიყვანა. ტუპაკი ცნობილი გახდა, იმიტომ რომ შეეძლო თავისი დროის ტკივილი, ბრაზი და იმედი მუსიკაში გადაეტანა. მაგრამ საბოლოოდ ზუსტად ის არეული სამყარო, რომელსაც თავის სიმღერებში აღწერდა, დაემხო მის მომავალს, რომელიც შეიძლებოდა აეგო. სასამართლო შეიძლება სამართლებრივად განსაზღვროს, ვინ არის პასუხისგებელი. მაგრამ ტუპაკის ისტორიის მთავარი მნიშვნელობა იმ გაკვეთილშია, რომელიც მან დაგვიტოვა. როცა ბრაზი ბიზნესად იქცევა, ნამდვილი კონფლიქტი შოუდ იქცევა და შურისძიებას აძლევენ უფლებას, რომ გაიმარჯოს, ფასი მხოლოდ დანგრეული კარიერა ან დაკარგული ფული არ არის. ზოგჯერ სიცოცხლე თავად იკარგება. და სწორედ ამიტომ თითქმის 30 წლის შემდეგ მისი ლას-ვეგასში გატარებული ბოლო ღამისა არა მხოლოდ ტუპაკ შაკურის გარდაცვალების გარემოებები რჩება მეხსიერებაში, უფრო მეტად რჩება ახალგაზრდა გარდაცვლილი არტისტის ხმა, მაგრამ მან უკვე მოყვა ისტორიები, რომლებსაც მსოფლიო დღემდე უსმენს.